ამ წუთებში იწყება აქცია განათლების სამინისტროსთან ადგილზე პროფესორ მასწავლებლები, მშობლები, ასევე განათლების სფერო სპეციალისტები იკრიბებიან. ისინი კობახიძის ეგრეთ წოდებული რეფორმის გაუქმებას მოითხოვენ. მათ შეფასებით პროცესის მიზანი განათლების სისტემის სრული დამორჩილება, შეკრების ადგილით შემთხვევით არ არის შერჩეული. აქციის მონაწილეებმა სამინისტროს თანამშრომლებს მოუწოდეს გააპროტესტონ ეს ეგრეთ წოდებული რეფორმა. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ იმ ხალხს, ვინც მუშაობს განათლების სამინისტროში, რომ გვითხრან თავიანთი აზრი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება, რომ ერთი აზრი არსებობდეს სამინისტროში. ჩვენ გვინდა, რომ გავიგოთ, რას ფიქრობენ, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ. მე პირადად რაც მაშინებს, ეს არის ერთი სახელმძღვანელოს იდეა, რომ ასე იგი ყველა სკოლაში, ყველა საკლასო ოთახში უნდა გადაარდეს მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო. და სახელმძღვანელო, რომელსაც ერთპიროვნულად თუ მხოლოდ ერთი გუნდი სამინისტროში შექმნის, რომ არჩევანი სახელმძღვანელოებს შორის შემცირდება.